დღეს გვექნება ჩელენჯი 6 კვერცხი, 6 განსხვავებული კომბინაცია. მოხარშული კვერცხი არ მიყვარს. იმხელა რისკზე მივდივარ. ვერ თუ არ მოკვდე ამის მე. მოგესალმებით მეგობრებო, მე დავბრუნდი სოლო პარტიით. ხო და დავიწყეთ. თითქმის 1 თვეზე მეტია მარტო არ გადამიღია ვიდეო და ისე მომენატრა ეს პროცესი, რომ დღეს გვაქვს არა სტუდიური ჩაწერა, ხვდებით ალბათ, ვიმყოფები სოფელში. არის უკარგესი ამინდი და ყველაფერი იმისთვის, რომ კარგი ვიდეო გამოვიდეს და იმედია მოგეწონებათ. გამოიწერეთ ჩემი არხი და დალაიქეთ ვიდეო ბოლოს ოღონდ თუ მოგეწონებათ. მე ძალით არ დაგალაიქებინებთ. ან კი, არ ვიცი. ბოლოს ესპანეთში ჩავწერე დაგემოვნების ვიდეო ბოლოს და პირველად. და იმის მერე იმდენად მომეწონა ეს პროცესი და იმდენად ვისიამოვნე, რომ მეთქი ჩემს არხში შევიტან მრავალფეროვნებას და გადავიღებ ხოლმე ბევრ ჩელენჯს, რომელიც უკავშირდება საკვებს, ასევე მომზადებას, დაგემოვნებას და ასე შემდეგ. მაგრამ მე ვარ სწორკვებაზე, უკვე რამდენიმე კილოგრამი დავიკელი აქტიურად, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რაღაცებს ისეცაც ვჭამდი, თუ მიწევდა ბევრი ჭამა, ან ისეთ რაღაცებს ჭამა, რაც ძირითადად დავჭამ ხოლმე. იმ დღეს ნაკლებად ვჭამდი სხვა საკვებსაც და ეს რაღაცა ბალანსი ვიპოვე და ძალიან მომწონს ეს საკითხი, იმიტომ რომ ხინკალი მიყვარს, მე უარს ვერ ვიტყვი ვერასდროს ხინკალს და რა ვქნა. შაქარს ისევ არ ვიღებ და ვინც ჩემნაირად სწორკვებაზე ხართ და გჭირდებათ მრავალფეროვანი რაციონი, აუცილებლად ჩემს წინა ვიდეოებს უყურეთ, იმიტომ რომ ბევრი დიეტური და უშაქრო რეცეპტები მაქვს და რომელიც ძალიან გემრიელია და ვერც კი შეატყობთ, რომ ეს შეიძლება დიეტის დროს ჭამოს ადამიანმა. მართლა ოღონდ ძალიან გემრიელი და ძალიან დაბალანსებული კვება გამოდის და ამიტომ აუცილებლად გადახედეთ ჩემს ძველ ეპიზოდებს, ვინც სწორკვებაზე ხართ. მოდი ბევრს ვლაპარაკობ დილათან, არ მიჭამია. აუცილებლად წყლით ვიწყებთ დილას. ჩვენ გვაქვს ჩელენჯი 6 კვერცხი და 6 განსხვავებული კომბინაცია. 6-ად მაქვს გაჭრილი კვერცხი, ანუ 6 ნაჭერი გვაქვს კვერცხის, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა მაქვს, რომ სხვადასხვა ვარიანტები ავაწყო. ამიტომ შეგვიძლია დავარღვიოთ წესები, იმიტომ რომ ესეთი ჩელენჯი ალბათ არავის არ გაუკეთებია, რომელიც წესების დარღვევით განხორციელდა. პირდაპირ გეტყვით, რომ მოხარშული კვერცხი არ მიყვარს. ანუ როგორ მოხარშული, მაგარი მოხარშული კვერცხი. მიყვარს შემწვარი კვერცხი, ყველანაირი კვერცხი მიყვარს, ასევე თოხლოდ მოხარშული კვერცხიც კი ძალიან მიყვარს. მაგრამ აი ესეთი ყველაზე ნაკლებად. ამიტომ თქვენთან ერთად ისეთ ჩელენჯს ვაკეთებ, რომელიც საერთოდ არ მომწონს, მაგრამ უნდა ვცადო, იქნებ მომეწონოს. თან არის სოფლის კვერცხი, ალბათ ეთყობა ფერზე როგორია, გემრიელი, ლამაზი. არ ვიცი რამდენად უცნაური კომბინაციები იქნება ეს, მაგრამ მე პირადად არასდროს არ გამესინჯავს და მოდი ვნახოთ. აქ მაქვს ყველი, კიტრი, წნილი მაქვს პომიდურის და კომბოსტოსი, ასევე მაქვს მიწის თხილი. აქეთ მაქვს უკვე თხევადები. ეს არის მაწონი, ეს არის თაფლი და თინუსი. თინუსი. ეხლა კვერცხი და თინუსი უცნაური კომბინაცია არ არის, იმიტომ რომ ძირითადად გავრცელებული კომბინაციაა. თინუსი და კვერცხი კაია. თინუსი და კვერცხი ალბათ კლასიკა და ცხრიდანაც მივანიჭებდი. თინუსი, ყველი, კიტრიც ხوار დავადა. ალბათ მიხვდებოდით, რომ ეს ჩემი წესებით დაგემოვნება. ბურგერი, რომელიც შედგება კვერცხისგან, თინუსისგან, ყველისგან და კიტრისგან. ძალიან კაი გამოვიდა. აი, ეს არის ნამდვილი საუზმე ჩემი აზრით. კვერცხიც იმიტომ ავარჩიე, რომ დილიდანვე ბევრი ცილა მიმეღო და მოდი გავსიჩნოთ მწნილთან ერთად. ორივე მწნილს ერთად დავადებ. სხვათა შორის ცუდი არ არის. მეგონა რომ უფრო ცუდი იქნებოდა. ცუდი კი არა, კაია. ძალიან მომეწონა. ძალიან კაია, მჟავე და მოხარშული კვერცხი. ვისაც არ გიჭამიათ, აუცილებლად ჭამეთ. ძალიან მომეწონა. წინა კლასიკა იყო და 9 დავუწერე, მოდი ამას დავუწერ 9 და 1-ს. ანუ შევეცადე ისეთი გემოვები ამეღო, მჟავე, ნეიტრალური, უფრო მძაფრით, მაგალითად თევზი, ტკბილი, მინდა კი რა დავაგემოვნო, წამშია. მაწონი, აი მაწონით მაინტერესებს, მაგრამ კამეჩის მაწვნით არ მგონია ეს ჩელენჯი ვინმეს გაეკეთებინა. ამიტომ მე მაქვს სოფლის კამეჩის მაწონი. ეს არის არაჟანივით სტრუქტურა, უთეთრესი და უკათქათესი.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ მაწონს კონკრეტულად ამ მაწონს უფრო არაჟნისებური გემო და სტრუქტურა აქვს, სიმჟავე არ აქვს, ამიტომ რაღაცა ნეიტრალური გემო დამიტოვა. დიდად რო გითხრათ, რომ ახლოვანი თქო, მოგატყუებთ. მაგას დაუწერდი 6, 10-დან 6. კაი, გადავიდეთ უფრო უცნაურ კომბინაციებზე, მაგალითად, მიწისთხილი და კვერცხი. ეს ვინმეს გასინჯული აქვს? მე არა. მიწისთხილის კარაქი ვნახე ჩელენჯებში, მაგრამ აი მიწისთხილი არა. მიწისთხილის კარაქი არის უფრო კრემოვანი მასა და შეიძლება პირს ესე ამოვნოს crunch. ვიდრე მიწისთხილის და რა ვიცი, ნახოთ. გენიოსი ვარ რა, ხო ამბობდი. რო ესე ამოვნა პირის რეცეპტორებს ჩახრაშუნება, თან მარილიანი. ძალიან მიყვარს მე მარილი ზოგადად. და ეხა იმხელა რისკზე მივდივარ, რომ უმარილოდ ვჭამ ამ ყველაფერს. აი არ ვიცი. ვიდეოსთვის თუ გავაკეთებდი ამ ყველაფერს მეტი არაფერისთვის. ყველაფერს მოვაყრიდი მარილს, ამ მაწონსაც მოვაყრიდი მარილს, თინუსაც, ყველსაც, კიტრსაც, ანუ აბსოლუტურად ყველაფერს. მგონი ყველის დაფა ჩანასრულდება მალე, ამას დაუწერ 7 10-დან. წნილთან იმდენად მომეწონა, უნდა დავიტოვო კვერცხი და კიდევ ვჭამ. ცარიელი კიტრთან ერთად აბა ვნახოთ. სანამ ღეჭავ გამოიწერე ჩემი არხი. ვარა. კიტრი და კვერცხი მახსოვს, რომ არ მიყვარს ეს კომბინაცია და რატო გავაკეთე? ძალიან არ მიყვარს. აი რაღაცა დამიტოვა, არ ვიცი, მოდი 4-ია. ან 3, არ ვიცი. თქვენ დამიწერეთ როგორ მოგწონთ ეს სივრცე და თუ გადავიღო მეტი ასეთი ვიდეო და აქ. ან აქ გადავიღო და ცოტა სხვანაირი. ყველაფერი დამიწერეთ მოკლედ, რა გინდათ, რა რჩევებს მომცემთ. რა იქნება თქვენთვის სასიამოვნო საყურებელი და ყველაფერი აბსოლუტურად გამიხარდება თუ ჩემი გამოწერების რაოდენობა მოიმატებს. იმიტომ რომ ნელ-ნელა იმატებს და ესეც ძალიან მიხარია თითოეული გამომწერით ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. თუ ხვდებათ ჩემი ვიდეოები მოსწონთ და მაგ შემთხვევაში მიწერენ და არა იმ შემთხვევაში რომ მივიდე, დავემუქრო, გამოვაწერინო და ასე შემდეგ. ეს არ მიყვარს და ნუ მაკეთებინებთ რა. ამიტომ თქვენით გამოიწერეთ. მოდი ახლა გავსინჯოთ თაფლთან ერთად. ეს თაფლი არის უკარგესი და უნატურალურესი. თუნი დიდად აღმაფრთოვანებელი არ არის. ძალიან ინტენსიური გემო აქვს ამ თაფლს, რომ დიდად არ ფარავს და რაღაცა არ არის ცუდი. მოდი ჩემი საყვარელი კომბინაცია თაფლი და ყველი და პლუს კვერცხი გავსინჯოთ. ალბათ აკვირდებით რა სწრაფად ხვეჭავ, იმიტომ რომ სულსაც დავუმატებ. ვერ თუ არ მოვკვდე ამის მერე. ყველაფერი ნატურალური მაქვს, ძალიან სიამოვნებს. საბოლოოდ ისევ ჩემი საყვარელი კომბინაცია ავაწყოთ. ანუ რას ვიფიქრებდი, რომ წნილი ესე მომეწონებოდა. ანუ ხალხო, წნილი და კვერცხი ერთად თუ არ გაგისინჯავთ, ანუ არ ვიცი. ძალიან კაია. აღონ დილით არ გინდათ. და სანამ ამ ჩელენჯს დაიწყებთ, ძალიან ვთხოვთ მიიღეთ კუჭის დამცავი წამლები, რადგან შეიძლება კრახით დასრულდეს ეს ყოველივე. ჩემ შემთხვევაში არ ვიცი, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. რადგან ხედავთ, რომ ჩემი დაფაცარიელია, კვერცხსული გავაძრე, სახე ავახიე, ეხა დამრჩა რაღაცები. მოდი, ჩვენი საყვარელი კლასიკა გავსინჯოთ. ხო, მე მგონი ამ ჩელენჯის ფავორიტი ჩემთვის წნილი და კვერცხი გახდა. ანუ საერთოდ არ ველოდი ამ გადაწყვეტილებას, ესეთი გადაწყვეტილება თუ მექნებოდა ამ ჩელენჯის ბოლოს, არ მეგონა და გამარჯვებული ეს კომბინაცია. ბრავო, მე აღმოვაჩინე. მივხვდი თურმე კვერცხი რასთან ერთად მიყვარს და რასთან ერთად შევჭამ ამ ჩელენჯის მერე ყოველთვის, ყოველ დღე, ყოველდღიურად. კაი, ამას გადყვებთ ხა ყოველდღიურად შევჭამ. ყველი. აი ხალხო, ეს არის საოცრება, ყველი. ყველი და ტკბილი. მე ძალიან მიყვარს ეს უცნაური კომბინაციები. თანამშრომლები მეხუმრებიან ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რომ რეამე არ დაგემართოს შვილო, ესეთ რაღაცებს რო ჭამო, მაგრამ მიყვარს და გემრიელია და რა გავაკეთო და ყველი, თაფლი, თხილი. 1000-დან. მართლა 1000. ძალიან კაია. აი ეს არის ღმერთების კომბინაცია. ვინც ეს მოიგონა. ყველი, თაფლი და თხილი. ყველი, რა თქმა უნდა, რომელი სახეობისაც არ უნდა იყოს ჩემთვის
მნიშვნელობა არ აქვს. ასევე ტკბილი ან თაფლის შემცველი რაც უნდა იყოს არ აქვს. ჩირი იქნება, ყურძენი იქნება, სხვა ხილის ჯემი იქნება თუ რა იქნება, არ აქვს მნიშვნელობა და ასევე თხილსაც არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება იყოს ნიგოზი, თხილი ან მიწის თხილი. ანუ აი ეს კომბინაცია, ეს იდეა არის ჩემი ფავორიტი. მართლა რომ აი არ ვიცი, ყველაფერს მიჩემია. აჰა, ღვინო ხელში. იმენა. გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ვიდეო. გადაუზიარეთ მეგობარს და უთხარით ნახე ამ წავამემ რა ებიკა სინჯა. ცოტა ვერ არის. ალბათ იცით ჰეითერებთ როგორ მიხარია. ნათქვამი მაქვს. მე თუ ჰეითერი მეყოლება ესე იგი ჩემს საქმეს სწორად ვაკეთებ. ამიტომ ჰეითერებო, ყველა ქვეყნისა, გაერთიანდით და შემოუდიეთ ჩემს არხს. მაინც ემოციური ვარ და ზედმეტი არ მოგივიდეთ. კაი არა ჭამა რა, საბოლოო ჯამში. ისეც ვიცოდი, მაგრამ. ჩამოეწვეთ, თუ მოგეწონეთ. თუ გინდათ რომ გვერდში დამიდგეთ, თუ ფიქრობთ რომ თქვენი ერთი გამოწერაც კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ფიქრობთ რომ მე უნდა გავაგრძელო ეს საქმე და საერთოდ თუ ფიქრობთ, აუცილებლად უნდა გამომიწეროთ. კონსტრუქციული უკავშირი დაგვიბრუნოთ. იქნებ ჩემი არხი კიდე უფრო შეიცვალოს, უფრო გადავიდეს რაღაცა სიღრმეებში, უფრო მეტად სიღრმისეულად განვიხილოთ რაღაც თემები, ზოგადად საკაცობრიო საკითხები და უფრო თერაპიული და განსატვირთველი განმატვირთველი და განსატვირთველი ხასიათი მიეცეს. ალბათ ესე იქნებოდა სწორი. მაინც თუ არ არის სწორი დამიწერეთ ესეც. თქვენ იცით რაც უნდა გააკეთოთ ვიდეოს ბოლოს. მე აღარ გეტყვით, არანაირად აღარ გეტყვით ამას. კარგად იყავით. მაგრად იყავით. გამძლეობას გისურვებთ. ამ დებილებს რო ვაპარაკო ხო დავიქრინე. თუ დაიქრინჯეთ საკუთარ თავზე. ეს არაუშავს, გაატარეთ. ყოველთვის დაიქრინჯებთ. ამიტომ ამ დაქრინჯვამ არ შეგიშალოთ ხელი განვითარებაში. როგორც მე დავიქრინჯები ახლა, ისე შეიძლება შენც დაიქრინჯო შენი ვიდეოს ყურებისას, ამიტომ let it go. ინგლისურად მინდოდა რომ იცოდეთ რომ დავდივარ რომ იცოდეთ რომ ჩავაგზო. არ დაიქრინჯო, ან უბრალოდ დაიქრინჯე და გაატარე და საერთოდ არია რომ დაქრინჯო. გაიღიმე, სხვასაც გაუღიმე. შენთვის არ გაიღიმო მარტო და რაღაც არ გაგახსენდეს უბრალოდ და გაიღიმო. სხვასაც გაუღიმე რომ აქ ცნობირო აი შენ გიღიმი, შენ. მიხდი აი შენ და შენ გიღიმი. მეტი პოზიტივი ერო. მე ზიცხება სიტყვა პოზიტივი. ჩავანაცვლებდი პოზიტივით. ჩავანაცვლებდი დადებითი ემოციებით, ანუ დადე და ბითი. ანუ დადებული ბითი. კარგად ზანდებოდეთ, მიყვარხართ ყველა. იმ ხალხის გარდა, ვისაც ხვებს ბოროტად ეკცევით და ბოროტად იყენებთ მათ კეთილგანწყობას. მაგ ხალხის გარდა ყველა მიყვარხართ. ნუ კარგად მცხოვრები და კარგად მაცხოვარი ხალხი ყველა მიყვარხართ რა. გაცნობთ ყველას. კარგად. ნაყვამდი. ისეთი სპიჩი მქონდა ამეტი რა. კაი, წავედი ხან ნორმალურ საწონჭომ.